უფალი იესო ქრისტე ჩვენი სულის კართან დგას და აკაკუნებს, რათა განვუღოთ, მაგრამ იგი არ შემოდის, რადგან არ სურს ჩვენი თავისუფლების იძულება, რომელიც მისგან მოგვენიჭა. გამოცხადებაში ნათქვამია: აჰა ესერავ დგა კარსა ზედა და ვრეკ, უკე თუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა და განაღოს კარი და შევიდე მისთანა და ვჭამო მისთანა სერი და მან ჩემთანა. ქრისტე კეთილსათნოა, იგი ჩვენი სულის კართან დგას და მდაბლად აკაკუნებს. უკე თუ კარს გავუღებთ, მაშინ იგი შემოვა ჩვენში და ყოველივეს მოგცემს, თავის თავს მოგცემს საიდუმლოდ, ფარულად და მშვიდად მოგვემადლება. ჩვენ ვერ ვცნობთ ქრისტეს, უკე თუ მან არ გვიცნო ჩვენ. ამის ახსნას ზუსტად ვერ შევძლებთ. ეს საიდუმლოა. პავლე მოციქულს მოусმინოთ. ხოლო აც იცანთ ღმერთი, უფრო ისღა გიცნა თქვენ ღმერთმან. და არც მისი სიყვარული არ ხელგვეწიფება, უკე თუ თავად არ შეგვიყვარა. ქრისტე არ შეგვიყვარებს, თუ კი მისი სიყვარულის ღირსნი არ ვიქნებით. უფალმა რაღაც განსაკუთრებული უნდა პოვოს ჩვენში, რომ შეგვიყვაროს. შენ გსურს, ეძიებ, ცდილობ, ევედრები, მაგრამ ვერაფერს ვერ იღებ. ცდილობ მოიპოვო ის, რაც ქრისტესთვის სათნოა, რათა ღვთისმადლი მოიხვეჭო, მაგრამ მაცხოვარს არ შეუძლია შენში შემოსვლა, როცა შენში არ არის ის, რაც ადამიანში უნდა იყოს. და რა არის ეს? ეს არის თავმდაბლობა. თუ სიმდაბლე არ გვაქვს, მაშინ ქრისტეს ვერ შევიყვარებთ. სიმდაბლე და უანგარობა გვმართებს ღვთისმსახურებისას. ნუ სცნობ მარცხენა იშენი, რასა იქ მოდის მარჯვენა იშენი. დაე არავინ ხედავდეს და არავის ესმოდეს ღვთისთვის თქვენი მსახურება და მოღვაწეობა. დაე ყოველივე დაფარული იყოს და საიდუმლო, მსგავსად ძველი მოღვაწე მამებისა. გახსოვთ რა გიამბეთ ბულბულზე? ის ტყეში, სიჩუმეში გალობს. განა ვინმე უსმეს მას, ან ვინმე აქებს, არავინ. რა მშვენიერი გალობა ისმის უდაბნოში. გინახავთ როგორ ებერება ბულბულს ყელი. ასევე ემართებათ მათ, ვისაც ქრისტე უყვარს. ჩიტს სიყვარულით ყელი ებერება, იტანჯება, ენა ეღლება. იგი გამოქვაბულის რომელიღაც ნაპრალს პოულობს და ღვთით იქ ცხოვრობს საიდუმლოდ, სულთქმითა მით უსიტყველითა. ნიშანი იმისა, რომ იგი ღმერთში ცხოვრობს, რამე თუ მასში ცხოველ არს ყოველ იძვრის და მოქმედებს, და რამე თუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ. როდესაც ასეთ სიმდაბლეს მიაღწევ და ღვთის მადლს აიძულებ, რომ შენში ჩასახლდეს, მაშინ შენ ყოველივე მოპოვებული გაქვს. როდესაც სიმდაბლე გაქვს, როდესაც ღვთის ტყვე ხდები, ტყვე კარგი გაგებით, ანუ საღვთო მადლის ჭურჭელი ხდები, მაშინ პავლე მოციქულთან ერთად შეგიძლია თქვა: ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არ ჩემთანა ქრისტე. ძალიან ადვილია ეს, რომ სინამდვილე გახდეს, ანუ ის გააკეთო, რაც ღმერთს წადია. ეს უბრალოდ იოლი კი არაა, არამედ ძალიან იოლია. საკმარისია მხოლოდ რომ გაიხსნა. როდესაც ჩვენ ღვთაებრივის მისაღებად ვიხსნებით, მაშინ ღვთის ღირსნი ვხვდებით, იმის ღირსნი, რომ ჩვენში ქრისტე ჩასახლდეს. და თუ ჩვენში ქრისტე ჩასახლდა, თავისუფლებას მოგვმადლებს. ამ საიდუმლოს გამოსათქმელად სიტყვები არ მყოფნის. მთელი საიდუმლო სიყვარულშია, ქრისტესადმი მგზნებარე სიყვარულში, მასში რომ სულიერ სამყაროს მივეცეთ. მაშინ არც მარტოობას და არც არაფერს აღარ გრძნობ, სხვა სამყაროში ცხოვრობ, იქ სადაც სული ხარობს, მხიარულობს, სადაც არასდროს კმა არ გეყოფა და არ აღივსები. ქრისტეს ჩავეკრათ, მე არ ფიქრობ სიკვდილზე, დაეიყოს ნება ღვთისა. ქრისტეზე მინდა ფიქრი. თქვენც განიბრყარით ხელნი და ქრისტეს მიერქვით. მაშინ ის თქვენში დამკვიდრდება. მაშინ იფიქრებთ, რომ ჯერ კიდევ ნაკლებად გიყვართ უფალი.
და კიდევ მეტად ისურვებთ მასთან მიახლებას და მასთან ერთობას. შეიძულეთ ვნებები და ნუ თანაეყოფით ეშმაკს, შეუერთდით ქრისტეს. ამის აღსასრულებლად მადლი უნდა გარდამოვიდეს, საღმრთო მადლი, რომელიც არის სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ჩვენს მოვალეობას საღმრთო მადლი გვასწავლის, ხოლო მადლის მოსაპოვებლად საღმრთო სიყვარული და საღმრთო წყურვილია აუცილებელი. ღვთის მადლს ღვთიური სიყვარული სჭირდება. სიყვარულს კი ლოცვისთვის საჭირო გულისა და გონების განწყობასთან მივყავართ. ქრისტე თავად შემოვა და დამკვიდრდება ჩვენს სულში, უკეთო მისთვის სათნო რაიმეს პოვებს ჩვენში, კეთილ ნებას, სიმდაბლეს და სიყვარულს. უამისოდ შეუძლებელია წარმოითქვას უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ლოცვისას უფალი იესო ქრისტე ჩვენში რომ გაცხადდეს, ლოცვით ვუხმობთ უფალო იესო ქრისტე და ამ დროს გული უნდა გქონდეს წმიდა, ყოველგვარი დაბრკოლებისგან თავისუფალნი უნდა ვიყოთ, სიძულვილისგან, ეგოიზმისგან და ბოღმისგან. ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალი და უფალს ჩვენ, მაგრამ თუ კი ჩვენში გასაკიცხი რამ არის, მაშინ კვლავ საიდუმლოს უნდა დავეშუროთ. საიდუმლო კი იმაშია, რომ შენდობა ვითხოვოთ მოყვასისგან, ან ამის შესახებ სულიერ მოძღვარს ვუთხრათ. ყოველივე ამისათვის, როგორც უკვე ვთქვით, მორჩილებაა საჭირო. უკეთო ღვთის მცნებების აღსრულებისას მათ ითავისებ და სინდისის ქენჯნას არ განიცდი, არამედ შინაგან სიმშვიდეს გრძნობ და კეთილ საქმეებს აღასრულებ, მაშინ ვერც კი იგრძნობ ისე ადვილად ერთვები ლოცვაში. მერე უბრალოდ ელოდები, სანამ მადლი არ მოვა. რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერში საკუთარი თავი დაადანაშაულეთ. სიმდაბლით ილოცეთ, თავს ნუიმართლებთ. მაგალითად, როცა მეორე მხრიდან ჯიბრს და მტრობას ხედავთ, სიყვარულით ილოცეთ, რათა სიყვარულით უპასუხოთ ჯიბრსა და მტრობას. ცილს თუ გწამებენ, ილოცეთ, რათა შფოთი და დრტვინვა დაჰფაროს. მოყვასზე მცირედი დრტვინვაც კი სულზე მოქმედებს და ლოცვას ვეღარ შეძლებთ. სული წმინდა, როდესაც სულს ასეთ მდგომარეობაში ხედავს, მასთან ახლოსაც კი არ მიდის. ჩვენი ლოცვები ჩვენივე უღირსების გამო არ შეისმინება. ღირსნი უნდა გავხდეთ, რომ ვილოცოთ. უღირსნი კი იმიტომ ვართ, რომ მოყვასი საკუთარი თავივით არ გვიყვარს. რას ამბობს თვითუფალი? უკეთო შესწირვიდე შესაწირავს საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ ვითარმედ, ძმაი შენი გულძვირ რაიმე არს შენთვის. დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას. მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. ლოცვის დაწყებამდე შენდობას თხოვე ძმას და შეურიგდი მას ღირსეული რომ გახდე. ასე თუ არ მოიქცევი, მაშინ ღირსეულად ვერ ილოცებ, ხოლო უღირსი ვერაფერს ვერ აღასრულებ. ყველაფერს რომ მოაწესრიგებ და განემზადები, შემდეგ მიდი და შესაწირავი შესწირე. ღირსეული ის არის, ვისაც სურს და სწურია, რომ ქრისტესი გახდეს, ვინც ღვთის ნებას მიენდობა. საკუთარი ნების არ ქონა ძვირფასი რამ არის, ეს ყველაფერია. მონას საკუთარი ნება არ გააჩნია. საკუთარი ნების მოკვეთა მხოლოდ ერთი უბრალო საშუალებით მიიღწევა, ქრისტეს სიყვარულით და მისი მცნებების შესრულების გზით. რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს რომელსა უყვარდე მე, ხოლო რომელსა უყვარდე მე, საყვარელი ყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევიყვარო იგი და გამოვუცხადო მას თავი ჩემი. ღვაწლი აუცილებელია. ჩვენ ბრძოლა გვიწევს სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელსა ამის საწუთოისათა. ჩვენ ბრძოლა გვიწევს მყვირალ ლომთან.
არ შეიძლება დავუშვათ, რომ ბრძოლაში ყოვლად ცბიერმა გაიმარჯვოს. ამისათვის საჭიროა ცრემლები, სინანული, ლოცვა, მოწყალება, შენდობა, რომელსაც თან ახლავს ქრისტესადმი მინდობა და არა მცირედ მორწმუნეობა. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი ხსნა დამთრგუნველი მარტოობისგან, ლოცვა, სინანული და მოწყალება. ფული თუ არ გაქვთ, ჭიქა წყალი მაინც მიაწოდეთ და იცოდეთ, რომ რაც მეტად განიწმიდებით, მით მეტად შეისმინება თქვენი ლოცვები. ლოცვით ნუ ვაიძულებთ ღმერთს, ნუ შევთხოვთ უფალს სნეულებისა თუ სხვა მსგავსი რამისგან გამოხსნას და ნურც ჩვენი პრობლემების მოგვარებას. არამედ უფლისგან ძალა და გამძლეობა ვითხოვოთ, რათა ყოველივე დავითმინოთ და როგორი კრძალვითაც იგი გვიკაკუნებს ჩვენი სულის კარზე, ასევე კრძალვით შევთხოვოთ უფალს ჩვენი საჭიროებაც. უკვე თუ უფალი არ გვპასუხობს, შეწყვიტოთ თხოვნა. თუ უფალი არ გვაძლევს იმას, რასაც ასე ძლიერ ვთხოვთ, მაშასადამე ამისათვის მას თავისი მიზეზი აქვს. ღმერთსაც აქვს თავისი საიდუმლოებები. თუ ღმერთის კეთილი გამგებლობის გვწამს და თუ გვწამს, რომ მან მხოლომან უწყის ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე და რომ უფალი მარად კეთილმოსურნეა, რატომ არ უნდა ვენდოთ მას? მშვიდად და უბრალოდ ვილოცოთ ვნებისა და ძალდატანების გარეშე. ჩვენ ვუწყით, რომ ღვთის წინაშე ყოველივე ცხადია და აშკარა, წარსული, აწმყო და მომავალი. როგორც პავლე მოციქული ამბობს, არა რაიარს დაბადებული, დაფარული წინაშე მისა. ჩვენ არ უნდა დავიჟინოთ, არ უნდა ავიჩემოთ სურვილი, რადგან ასეთ იძულებას ზიანი მოაქვს და არა სიკეთე. ჩვენი სურვილის ასრულებას ნუ ვესწრაფით, არამედ უფლის ნებას მივანდოთ იგი, რადგან რაც უფრო ვეშურებით რაიმეს, მით მეტად გშორდება იგი. მაშასადამე აუცილებელია მოთმინება, რწმენა და სიმშვიდე. თუ ჩვენ მას დავივიწყებთ, ღმერთი არასოდეს არ ივიწყებს. ხოლო თუ ჩვენი სურვილი ჩვენთვის სასარგებლოა, მაშინ უფალი მოგცემს მას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა. ლოცვაში მხოლოდ ჩვენი სულის ხსნა უნდა ვითხოვოთ. განა უფალმა არ გვითხრა, ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. სრულიად იოლად უადვილესი გზით შეუძლია უფალს იმის მოცემა, რაც ჩვენ გვსურს. გულისხმაყავით საიდუმლო, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ გონებაში მცირედაც არ უნდა გქონდეს რაიმე კონკრეტულის თხოვნა. საიდუმლო მასშია, რომ უანგაროდ გსურდეს ქრისტესთან შეერთება და არ უნდა ვამბობდეთ მომეცი ეს ან ის. საკმარისია ვთქვათ, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ღმერთს არ სჭირდება ჩვენი თქმა თუ რა გვჭირდება. მან ეს ყველაფერი ჩვენზე გაცილებით უკეთ იცის და თავის სიყვარულს გვიძღვნის. საქმე ის არის, რომ ამ სიყვარულს ლოცვით და მაცხოვრის მცნებების დაცვით ვუპასუხოთ. ღვთის ნების აღსრულება უნდა ვითხოვოთ ჩვენთვის და მათთვის, ვიზეც ვლოცულობთ. ეს ყველაზე მეტად სასარგებლო და უსაფრთხოა ყოველი ჩვენგანისთვის. ქრისტე ყოველივეს უხვად მოგვანიჭებს, ხოლო სადაც თუნდაც მცირე ეგოიზმია, იქ არაფერი იქნება. როდესაც ქრისტესთან სრული ნდობა გვაკავშირებს, მაშინ ბედნიერები და მხიარულები ვართ. სამოთხისეულ სიხარულში ვიმყოფებით, ეს საიდუმლოა. მაშინ ჩვენ მოციქულ პავლესთან ერთად ვღაღადებთ, რამე თუ ჩემდა ცხოვრება იქ ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელ. ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველარ ჩემთანა ქრისტე. ეს ღმრთის სათნო უგუნურებაა და ყოველივე უბრალოდ და მშვიდობით იყოს. ღმერთს კრძალვით და უბრალოებით უნდა მივიახლოთ, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, უბრალოებაა საჭირო,
შეიყვარეთ სიმართლემ საჯულთა ქვეყანისათა, ბრძნობდით უფლისათვის სახიერებათა შინა და სიწრფოებათა შინა გულისათა ჰპოვოთ იგი. რამე თუ ჰპოვებენ მას, რომელნი არა განსცდიან მას, ხოლო გამოეცხადების, რომელი არა ურწმუნო ექმნების მას. უბრალოება ეს არის წმინდა სიმდაბლე, ანუ ქრისტეზე სრული მინდობა. მთელი ჩვენი ცხოვრება ქრისტეს უნდა მივანდოთ. საღმრთო ლიტურგიაზე ვამბობთ, ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ. შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩვენსა და სასოებასა, მეუფეო, კაცთმოყვარეო და გხადით შენ და გევედრებით. ერთხელ ერთი მეუფე მოვიდა ჩემთან სასაუბროდ. ლოცვაზე ვსაუბრობდით. მე ვკითხე, რას ნიშნავს ლოცვა მადლითა და წრფელი გულითა? მან მიპასუხა, ანუ უბრალოებით. გესმის ეს შენ მეუფეო? მესმის, მიპასუხა მან. მე კი არ მესმის, ეს საიდუმლოა, იგი მხოლოდ საღვთო მადლით აღესრულება. დიახ და არც მე არ მესმის, მითხრა მან. გმადლობ რომ მითხარი, უბრალოება მხოლოდ საღმრთო მადლით რომ მიიღწევა. სულიერ ცხოვრებაშიც ასე იღვაწეთ, უბრალოებით, მსუბუქად, ძალდაუტანებლად. უბრალოება და სულის სიმშვიდე ეს ყველაზე წმინდა საშუალებაა სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ გარეგნულად მისი სწავლა შეუძლებელია. აუცილებელია რომ იგი საიდუმლოდ და შეუმჩნევლად შემოვიდეს შენში, ისე რომ ღვთის მადლით აღივსოს შენი სული. მაგრამ ხშირად, როდესაც ჩვენ ამის მიღწევა გვინდა, ამის შესახებ ბოროტი სული იგებს და დაბრკოლებებს გვიქმნის. აღასრულეთ უფლის სიტყვები, ნუს ცნობ მარცხენე შენი, რასა იქმოდეს მარჯვენე შენი. როცა შენი სათნოებები გწყურია და მადლს ესწრაფვი, როცა აიძულებ უფალს, მაშინ არაფერი არ მოდის. არამედ მოვიდეს უფალი იგი მონისა მის, დღესა რომელსა არა მოელოდის და ჟამსა რომელი არა უწყოდის. ამაშია საიდუმლო, რომელიც არ შემიძლია რომ აგიხსნათ. როდესაც საღმრთო მადლს დაკარგავთ, ნურაფერს ნუ მოიმოქმედებთ, უბრალოდ და მშვიდად განაგრძეთ ცხოვრება და ღვაწლი, სანამ კვლავ გეწვევათ ღვთის სიყვარული და მოშურნეობა და უფალ იესო ქრისტეს წყურვილი. მაშინ ყველაფერი კეთილად წარემართება. მაშინ მადლით აღივსებით და განიხარებთ. მსახურებები ეს მთელი საიდუმლოა. სრულად მიუძღვენით თავი მსახურებებს, ჩაუღრმავდით მათ და მადლი უფლისა საიდუმლოდ განგაბრწყინვებთ. შევიყვაროთ ქრისტე და მაშინ ტკბილად და თბილად ღვთის სიყვარულით აღმოითქმება ჩვენგან ქრისტეს სახელი. მაშინ საიდუმლოდ და მდუმარე ბაგეებით წარმოვთქვამთ უფლის სახელს. ღვთის წინაშე სიმდაბლით მსახურებდეთ და შევუდგეთ ქრისტეს, რათა ქრისტემ სრულიად განგვათავისუფლოს ჩვენ ძველი კაცისაგან. ვილოცოთ, რათა უწინარეს ლოცვისა ცრემლი გვდიოდეს, მაგრამ უფრთხილდით, რათა მარცხენამ თქვენმა არ უწყოდეს, რასა იქს მარჯვენა. გულის შემოსვლელებით ილოცეთ, ქრისტე, უფალო ჩემო, განამერა ღირსი ვარ, რომ ესოდენი მადლი მომანიჭო და მაშინ თქვენი ცრემლი მადლიერების ცრემლად იქცევა და მობიერება მოგეცემათ. ღვთის ნება არ აღვასრულე, მაგრამ მოწყალებას ვითხოვო. ევედრეთ ღმერთს სურვილით და სიყვარულით, ევედრეთ სულის სიმშვიდით, წყნარად, მსუბუქად, ძალდაუტანებლად და როცა აღასრულებთ ლოცვას, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, წარმოთქვით იგი ნელა, რბილად, სიმდაბლით, ღვთის სიყვარულით. ტკბილად წარმოთქვით ქრისტეს სახელი, ფაქიზად, მდუმარედ, საიდუმლოდ და გონებით, მაგრამ ამაღლებულად, ძალდაუტანებლად, ზეწოლისა და დაძაბულობის გარეშე. გზნებარე სიყვარულით მიმართეთ მაცხოვარს, ისე როგორც მოსიყვარულე დედა მიმართავს თავის შვილს. ჩემო პატარა, ჩემო შვილო,
ჩემო სიყვარულო, სიყვარული, აი ამაშია მთელი საიდუმლო, აქ გული საუბრობს, ჩემო შვილო, ჩემო სულო, ჩემო სიცოცხლე. უფალო ჩემო, ჩემო იესო, იესო ჩემო, იესო ჩემო. რაც გულსა და გონებაში გაქვს, შენ მას გამოხატავ, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ზოგჯერ კარგია ხმამაღლა თუ ვიტყვით, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, რათა ვგრძნობდეთ და გვესმოდეს კიდეც. ჩვენ სულისა და სხეულისაგან შევდგებით, რომლებიც ურთიერთზე მოქმედებენ. მაგრამ ქრისტეს რომ შეიყვარებ, მაშინ დუმილს არჩევ და გონიერ ლოცვას. მაშინ სიტყვები უქმდება. ეს ის შინაგანი დუმილია და სიჩუმე, რომელიც წინ უძღვის, თანსდევს და მოყვება ღმერთის მიერ ადამიანის მოხილვას, ღმერთთან თანაზიარებას და მასთან სულიერ ერთობას. როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, მაშინ სიტყვები არ არის საჭირო. ეს არის ის, რითიც ცხოვრობ, ეს არის გამოცდილება, რომელიც ამოუხსნელია. ეს მდგომარეობა მხოლოდ მისთვისაა გასაგები, ვინც ამით ცხოვრობს. მაშინ სიყვარულის განცდა აღგავსებს და ქრისტესთან შეგაერთებს. სიხარულით და მხიარულებით ივსები, რაც იმას მიანიშნებს, რომ შენში არის ღვთიური სიყვარული, სრულყოფილი სიყვარული. ღვთიური სიყვარული უანგაროა, უბრალოა და ჭეშმარიტი. ლოცვის ყველაზე სრულყოფილ სახეს მდუმარე ლოცვა წარმოადგენს. დუმილი ეს არის რაითა დუმდეს ყოველი ხორცი კაცობრივი. დუმილში, სიჩუმეში, საიდუმლოდ აღესრულება განღმრთობა. იქ ყველაზე ნამდვილი მსახურება აღესრულება, მაგრამ ეს რომ განიცადო, შესაბამის დონეს უნდა მიაღწიო. მაშინ სიტყვები უკან იხევენ. გახსოვდეთ, დაეყოველი კაცობრივი ხორციელი დუმდეს. ლოცვის ეს მდუმარე სახე ყველაზე სრულყოფილია. ამგვარად ხდება შენი განღმრთობა, ღვთის საიდუმლოში შედიხარ. ჩვენ ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ მადლს უნდა მივცეთ საუბრის საშუალება. ვიტყოდი, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე და ახალი ჰორიზონტები იხსნებოდა. სიყვარულის გამო და ქრისტეს ჯვარცმის მსხვერპლის გამო, სიყვარულის და სიხარულის ცრემლი მდიოდა, მგზნებარე სურვილი. აქ იმალება დიდებულება, სამოთხე, რადგანაც ქრისტე გიყვარს, ამიტომ ამ სიტყვებს, ამ ხუთ სიტყვას ნაზის სიყვარულით, გულით წარმოთქვამ და თანდათან ქრებიან სიტყვები. იმდენად სავსეა გული, რომ საკმარისია თქვა მხოლოდ იესო ჩემო და სიტყვები ქრებიან. სიყვარული უსიტყვოდ უფრო კარგად გამოიხატება. როცა სული ჭეშმარიტად შეიყვარებს ქრისტეს, მაშინ იგი დუმილს არჩევს და გონიერ ლოცვას. ღვთის სიყვარულის მოძალება სულს სიხარულით და მხიარულებით აღავსებს. ღვთისმოყვარე სულმა ადრევე შესანიშნავად გამოხატა საკუთარი თავი ფსალმუნში, პარაკლიტონში, თვენში და სხვა საღვთისმსახურო წიგნებში. ახლა სიტყვები ამოიწურა. სული სიღრმეში ღვთაებრივ სიმდაბლეს განიცდის. ქრისტეა მასში დამკვიდრებული და უფლის ხმა ესმის. იგი ამ ქვეყნადაც იმყოფება და ამ ქვეყნის მიღმაც, სამოთხეში, ანუ ეკლესიაში, უქმნელ სამოთხეში. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, გულის ლოცვა ფრიად სასურველია, სასურველია გულის მდუმარება. ძალიან კარგია უდაბნოში განმარტოებით ცხოვრება, რადგან ეს პირობები განსაკუთრებით შეეწევა გულის მიერ ლოცვას და გულის მდუმარებას. გულის მდუმარება იმაშია, რომ ღმერთთან ცხოვრებას არაფერმა განგაშოროს. ღმერთი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს. უსასრულობაში ვარსკვლავებს შორის ვცდილობ ქროლვას. გონება ღვთის დიდებულებასა და ყოვლადძლიერებაში იკარგება. ღვთის ყოვლადძლიერებას ჩემ წინაშე ვგრძნობ, განვეპყრობ ხელებს,
ვუღებ გულის კარს, რათა შევერთო და ვეზიარო უფალს. ადამიანი საიდუმლოა, ჩვენ საუკუნეთა მემკვიდრეობას ვატარებთ, წინასწარმეტყველთა, წმიდათა, მოწამეთა, მოციქულთა და უმეტესად უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მემკვიდრეობას. მაგრამ ამასთანავე ყველა იმ ბოროტების მატარებელნიც ვართ, რომელიც ადამიდან დღევანდლამდე არსებობს ქვეყნად. ჩვენში ყველაფერია, ინსტინქტებიც არის და ყველა თავის კმაყოფილებას ეძებს. თუ მათ არ დავაკმაყოფილებთ, მაშინ ისინი ოდესმე ჩვენზე შურს იძიებენ. უკვე თუ სხვა მიმართულებით უზენაესისაკენ, ღვთისაკენ არ წარმართავთ მათ. ამიტომ ძველი კაცი უნდა მოვაკვდინოთ ჩვენში და ახალი შევიმოსოთ, რასაც ნათლისღების საიდუმლოში ვაღიარებთ. ნათლისღებით ჩვენ ქრისტეს სიხარულში შევდივართ. რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელიღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. მეორე ნათლისღებას წარმოადგენს სინანული, რომლის ხორჩშესხმა წრფელი ახსარება. უფალი თავის მოწაფეებს ეუბნებოდა: ხოლო ნუგეშინის მცემელი იგი სულიწმიდაი, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქვენ ყოველი. სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ყოველივეს, გავგწმენთ და განგვაღმრთობს. როდესაც სულიწმიდა გვიბყრია, მაშინ არანაირი ცოდვის აღსრულება არ შეგვიძლია. თუ სულიწმიდა არის ჩვენთან, მაშინ ბოროტების ჩადენა არ ხელგვეწიფება. ვერ შევძლებთ განრისხებას, სიძულვილს, ბოროტმეტყველებას, არა და არა. არამედ ჩვენ წმინდა სულით აღვივსებით. ამაშია სულიერი ცხოვრების არსი, ეს ხელოვნებაა, ეს არის ხელოვნებათა ხელოვნება. მოდით განვიპყრათ ხელნი და დავემხოთ ქრისტეს ფერხთით. როდესაც ქრისტე მოვა, მაშინ ყოველივეს მოვიპოვებთ. ქრისტე ჩვენს ყოველივე შინაგანს უცვლის ფერს და მოგმადლებს მშვიდობას, სიხარულს, სიმდაბლეს, სიყვარულს, ლოცვას და აღდგომას. ქრისტეს მადლი განგვაახლებს. მხურვალეს სიყვარულით მივმართოთ მას წადიერებით, თავდადებით, საღმრთო სურვილით და ყოველივეს მოგმადლებს ქრისტე. ქრისტეს გარეშე ჩვენით ვერ გამოვსწორდებით. ვნებათა საკვრელისაგან ვერ დავიხსნებით. თავით ჩვენით სათნო ვერ ვიქნებით. არამედ რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მისთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ჩვენით არაფერი გამოგვივა. ერთი გვმართებს, მივმართოთ უფალს და შევიყვაროთ იგი ყოვლითა გულითა. ვნებათაგან დამხსნელი საუკეთესო წამალი მხოლოდ ქრისტეს სიყვარულია. ღმერთმა ადამიანის სულში ძალა ჩადო და ადამიანზევია დამოკიდებული თუ როგორ გამოიყენებს მას, სასიკეთოდ თუ ბოროტებისთვის. სიკეთეს თუ ყვავილებით, ხეებით და ბალახით გამშვენებულ ბაღს შევადარებთ, ხოლო ბოროტებას ეკალბარდებს, წყალს კი ძალას. ვნახავთ, რომ ბაღისკენ წყლის მიშვებით ყველა მცენარე აღმოცენდება, გამწვანდება, აყვავდება და გაცოცხლდება, ხოლო უწყლოდ დარჩენილი ეკალბარდი კი გახმება და დაიღუპება. მაგრამ პირიქით მოხდება, თუ წყალს ეკალბარდისკენ მივმართავთ. ამდენად ეკალბარდებით არ უნდა დავკავდეთ და ბოროტის განდევნაც ნუ გაგიტაცებთ. ქრისტეს არ სურს, რომ ვნებებით და მტრებით დაკავებული გვიხილოს. არამედ წყალი ყვავილებისკენ მიმართეთ, ანუ თქვენი სულის მთელი ძალა ყვავილებს მიაქციეთ და მაშინ მათი სილამაზით, სურნელით და სიცოცხლით იხარებთ. ბოროტზე ნადირობით წმინდანი ვერ გახდებით. დაუტევეთ ბოროტი, ქრისტეს უმზირეთ და გაცხოვნებთ. ნაცვლად იმისა, რომ კარს უკან მდგომი მტერს განაგდებდეთ, მოიძულეთ იგი. ბოროტი თუ ამ მხრიდან მოდის, მოცილდით იქიდან და მშვიდად გადაიტანეთ მზერა სხვა მხარეს. ანუ თუ ბოროტი თქვენ შეურაცხმყოფად მოდის,
მაშინ თქვენი შინაგანი ძალა სიკეთეს ქრისტეს მიაქციეთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უფალმა იცის როგორ და რა გზით შეგიწყალოთ და როდესაც მადლით აღივსებით, მაშინ უკვე ბოროტს აღარ შეხედავთ. ღვთის მადლით თავად შეიქნებით უკვე სათნონი და სადღა ჰპოვებს მაშინ ბოროტი ადგილს, იგი გაქრება. ქრისტესთან ყოველივე შესაძლებელია, სადღა ღვაწლი და ძალდატანება და მცდელობა იმისა, რომ უკეთესი გახდეთ. ყველაფერი უბრალოდაა, მოუხმეთ უფალს და იგი ყოველივეს სიკეთედ გარდაქმნის. უკვე თუ უფალს მიუძღვნით თქვენს გულს, მაშინ სხვა რამისთვის ადგილი აღარ დარჩება. როდესაც ქრისტეთი შეიმოსებით, მაშინ სათნოებისთვის არანაირი ძალდატანების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. უფალი მოგანიჭებთ ყოველივეს. შიში და გულის გაცრუება გეუფლებათ, ქრისტეს მიმართეთ. შეიყვარეთ ქრისტე უბრალოდ მდაბლად ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე და იგი თავად განგათავისუფლებთ თქვენ. მიმართეთ ქრისტეს და მდაბლად სასოებით უთხარით მოციქულ პავლეს მსგავსად. ვინმე მიხსნეს ხურცთა ამადგან ამის სიკვდილისათა. ქრისტეს მიაშურეთ, უმალ მოვა იგი და მადლი უფლისა იმოქმედებს თქვენზე.